ნერგები პოსტით ვიმოგზაუროთ ბრაზილიურ კახეთში. წლების წინ ბრაზილიერმა ჯეიმსმა ქართული ვაზის აშენება გადაწყვიტა და დახმარება ქართველ მეგობარს თხოვა. ის საქართველოში არასდროს ყოფილა. ვაზი ბრაზილიაში გაგზავნის საკითხში პროფესორ დავით მაღრაძისა და ღვინის სააგენტოს დახმარებით მოხერხდა. პირველი მოსავალი ერთი კვირის წინ დააბინავეს, თებერვლის რთველი უკვე დასასრულს უახლოვდება. ვიდრე რეპორტაჟს გიჩვენებთ, მიმდინარე კვირას საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა და გაგაცნობთ. CNN-ი მსოფლიოს უყვება, რომ საქართველო გამორჩეულია ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით. ამასთან სტატის ავტორი ამბობს, რომ საქართველო ქვეყანაა და არა ამერიკის შტატი, რომელიც მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთი უძველესი მწარმოებელია. CNN-ი კახეთ მსოფლიოში ღვინის 11 საუკეთესო მიმართულებას შორის ასახელებს. საქართველოსთან ერთად რეიტინგში მოხვდა სლოვენია, პორტუგალია, კანადა, ნიუ-იორკი, სამხრეთ აფრიკა, კანარის კუნძულები, იტალია, კალიფორნია. ბრაზილიაზე ჯერ არ საუბრობენ, თუმცა მერწმუნეთ, რომ ბრაზილიური კახეთი მალე დაიმსახურებს მსოფლიოს ყურადღებას, იქ ქართული საფერავი ხარობს. სხვა საქართველოს სად არის, ნახეთ სანდრო კაკაბაძის ექსკლუზიური რეპორტაჟი ბრაზილიის უკიდურესი სამხრეთიდან. შენაკ საიდან გაჩთ, შე ბარაქიანო შენა. რა მარჯვენა მოგიყვანა, შე ჯიშიანო შენა. ალბათ ნებისმიერ ქართველს ასეთი რეაქცია ექნებოდა ბრაზილიაში საფერავს რო აღმოაჩენდა. ჩვენ ახლა სამხრეთ ამერიკაში საფერავის პირველ რთველში მონაწილეობთ. ეს რიო-გრანდი-დო-სულია, ბრაზილიის უკიდურესი სამხრეთი შტატი. შეიძლება ითქვას აქაური კახეთი. უმეტესად იტალიელი ემიგრანტების შთამომავლებით დასახლებული რეგიონი ბრაზილიური ღვინის 90%-ს აწარმოებს. იტალიელი ბაბუისგან ისწავლა ვენახის მოვლა ჯეიმს მარტინი კარლმაც. მეღვინემ, რომელსაც ბრაზილიაში საფერავი მოჰყავს. კარგი ღვინო გამოვა. ნახე რა ლამაზი ფერი აქვს საფერავს. საფერავი ხომ საქართველოს ყველაზე ლამაზი ქალიშვილია. ჯეიმსი ბრაზილიელებისთვის აქამდე უცნობ ვაზის ჯიშებს ზრდის. უკვე მოყავს თურქეთიდან და საბერძნეთიდან ჩამოტანილი ყურძენი, თუმცა როგორც ამბობს, ქართული ჯიშები მისი მთავარი იმედია. ლამაზი ფერი და ჯანმრთელი მტევნები აქვს. ფუტკრებსაც მოსწონს საფერავი. ეს მაღალი შაქრიანობის ნიშანია. დღეს ბრაზილიაში საქართველო იმკვიდრებს თავს. ის საქართველო, რომელსაც ასევე თაყვანები, რომლის ყურძნის ჯიშებს თუ პეიზაჟებს, ასე გულმოდგინედ შევისწავლე. საფერავთან ერთად, აქ პატარა კუნძული, სახელად საქართველო ჩნდება. ჩიტმა ჩიკო-ჩიკომ ბუდე გააკეთა საფერავის ვენახში. ეს 3 წლის ვენახის პირველი მოსავალია. ამ ცდისთვის 2 მწკრივი საფერავი გაშენდა. პირველ რთველზე სულ 60 კილო საფერავი მოიკრიფა, თუმცა წელს ჯეიმსი ღვინის დაყენებას არ აპირებს. ყურძენს აგრო ინსტიტუტში წავიღებთ, სადაც მასზე კვლევები ჩატარდება. რიო-გრანდი-დო-სულის აგრო ინსტიტუტი ვაზზე და ღვინის წარმოებაზეა სპეციალიზირებული. საფერავს ენოლოგები წურავენ, კვლევები როგორც თვითონ ყურძენზე, ისე მის წვენსა და საფერავისგან დაყენებულ ღვინოზე რამდენიმე წლის განმავლობაში ჩატარდება. Am proiect მკვლევარი სელიტო გერა ხელმძღვანელობს. პატარა ბავშვები რომ ახალ წელს, თოვლის ბაბუასელიან, აი ასეთი სულწრაფვით ველით საფერავის დაღვინებას, რომ ვნახოთ რა სტილის და ტიპის ღვინოს მივიღებთ. დღეს და ხვალ არა, მაგრამ დაახლოებით 10 წელიწადში საფერავი დიდ გარდატეხას შემოიტანს ბრაზილიურ მეღვინეობაში. მე მჯერა ამისი და ამიტომ მონაწილეობ ამ პროექტში. ბრაზილიური მეღვინეობის კულტურა ახალგაზრდაა. მასიურად ყურძნის მოყვანა მე-20 საუკუნის დასაწყისში იტალიელმა ემიგრანტებმა წამოიწყეს. იტალიურმა ვაზის ჯიშებმა ნესტიან კლიმატს ვერ გაუძლეს, ისინი ჩრდილოამერიკულმა ყურძენმა ჩაანაცვლა. ამ ჯიშებს საქართველოში სუფრის ყურძენს ვეძახით, რომელიც საჭმელად ყურძნის წვენის და დაბალხარისხიანი ღვინის დასამზადებლადაა გამოსადეგი. დახვეწილი ღვინის და ცქრიალა ღვინის წარმოებაში კი მონოპოლია ფრანგულ ვაზებს უჭირავთ. მაგალითისთვის მიოლო, ბრაზილიის უმსხვილესი ღვინის მწარმოებელი ავიღოთ. მიოლოს 1200 ჰექტარი ვენახი აქვს გაშენებული და წელიწადში საშუალოდ 14 მილიონ ბოთლ ღვინოს აწარმოებს. 55 სახეობის ღვინიდან 45 ფრანგული ჯიშების ყურძნისგან მზადდება. ბრაზილიაში უმთავრესად ფრანგულ ჯიშებთან მუშაობთ. მერლო, კაბერნე, შარდონე, პინო ნუარი. ჩვენი ღვინოების დიდი უმრავლესობა ამ ჯიშებით მზადდება.
თუმცა ჩვენ ახალ ჯიშებთანაც ვმუშაობთ. გვაქვს პორტუგალიური ალვარინო და კასკა პორტუგეზა. ვეძებთ ყურძენს, რომელიც ჩვენ კლიმატს და ბრაზილიურ გემოვნებას შეესაბამება. მოდით ალვარინო გავსინჯოთ. ჩვენ პირველები ვართ, ვინც ამ ღვინოს ბრაზილიაში აწარმოებს. მიოლოს მფლობელი ადრიანო მიოლო სწორედ მათთვის ახალი ღვინის დაგემოვნებას გვთავაზობს. ბრაზილიელთა უმრავლესობას არაფერი სმენია საქართველოზე, მაგრამ ღვინის მცოდნეებმა იციან, რომ ღვინო საქართველოში დაიბადა. რა თქმა უნდა, ჩვენთვის საინტერესოა ქართული ჯიშის ყურძნის მოსინჯვა. ჯერ უკეთესად უნდა გავიცნოთ. ვნახოთ, როგორ ადაპტირდება ამ მიწაზე, ამ კლიმატში. მაგრამ გარწმუნებთ, რომ შემდეგ ჩამოსვლაზე ნიშნული დაგხვდებათ. წარწერით საფერავი. ჯეიმს, მოდი აქ დავრგათ საცდელი ნერგები. აქვე, შემოსასვლელში. ყველა გამლელმა და ტურისტმა რომ დაინახოს. ბრაზილიაში რთველი ციებ-ცხელებაა, მაგრამ ქართული ტელევიზია რომ გაიგო ედუარდო ზენკერმა ყველა საქმე გვერდზე გადადო და ღვინის ჭიქა მოიმარჯვა. ამ ავტოფარეხში მოწყობილ მარანს ლაბორატორიას ეძახიან. ზენკერი ღვინის დაყენების ექსპერიმენტური და უძველესი ტექნიკების გამოყენებით არის ცნობილი. მის მარანში საკუთარი ხელით დამზადებული 50-ზე მეტი სახეობის ღვინო ინახება. მისი უახლესი გატაცება აი ეს ქვევრია. საქართველოში დამზადების და ბრაზილიაში წაღების საშუალება არ ჰქონდა, ამიტომ ქვევრის გაკეთება მეზობელ მეთუნეს თხოვა. ზუსტად ისეთი არ გამოვიდა, როგორიც მინდოდა, მაგრამ იმის საშუალებას მაძლევს, რომ ქვევში ღვინის დაყენების პრინციპებს გავეცნო. ქვევში გაზების დინამიკა სრულიად იცვლება. ჭაჭა ჭურჭელში მოძრაობს, ქმნის შიდა დინებას. ვიხალისე, ბედნიერი ვიყავი ქვევში ღვინის კეთებისას. თან იმის წარმოდგენა შემექმნა, თუ როგორ აკეთებდნენ ღვინოს 7000 წლის წინ. ზენკერი YouTube-ის ვიდეოებით სწავლობს ქვევრის მოვლას. შიდა კედლები ფუტკრის ცვილით ამოლესა. ღვინო 8 თვე ქვევში დააყენა, შემდეგ კი მუხის კაცში გადაიტანა. რაც კი ქვევში დაყენებული ღვინო მინახავს, ქარვისფერი იყო. ჩემი ღვინო კი გამოხატულად ქარვისფერი არ გამოვიდა. მაგრამ მაინც კარგია, გემრიელია. იქ ეზოს ბოლოში ქვევრების ჩაყრას გეკმავ. როგორც ტრადიციულად საქართველოში ხდება, როდესაც მიწა ქვევრის შიგნით ტემპერატურის დაბალანსებას უწყობს ხელს. მგონია, რომ ქვევრებისთვის იდეალური ადგილია. საკუთარ სახლში იგრძნობენ თავს. ზენკერს ქარვისფერი ღვინის მისაღებად ქართული ჯიშის ყურძნის დაუნდა. იცის, რომ მალე მიეცემა ამის საშუალება. ეს ოჯალეშია. ყურძნის ჯიში სამეგრელოდან. ზუსტი სახელი არ დაგვიწერია. უსახელარი დავწერეთ. ბოლომდე ქართულიც არ გამოდის, მაგრამ როგორც ამბობენ, თუ ვერ გამოთქვამ, ვერ გაკიდიო. ჯეიმს კარლი საფერავის გარდა კიდევ 10 სახეობის ქართულ ყურძენს ზრდის. უსახელაური, ოჯალეში, ჯანიც ჩემი ფავორიტია. ნახოთ, როგორ შეეგუებიან ბრაზილიას. თუმცა საფერავმა უკვე თავი გამოიჩინა და კარგი შედეგი გვაჩვენა. საფერავი ხიხუწვად, ოცხადური საფერე, ალასირხვა დაფისტო. ნიას დიასამიძეს უსმენთ ვენახში გასვლისას და ვენახიდან სახლში დაბრუნებისას. ლიზეტი ვიკარი ბრაზილიური ბიომეღვინეობის ერთ-ერთ პიონერად ითვლება. ენოლოგ შვილთან ერთად ყოველგვარი ქიმიკატების გარეშე შეუვლის ვენახს. ჰექტარ ნახევარ მიწაზე შარდონე, პინო ნუარი და რისლინგ იტალი გვაქვს გაშენებული. თუმცა ახალი ვენახის გასაშენებლად ემზადება. აი ნახეთ, აქ არის. ახალი ფოთლებით. ეს უსახელაურია. ჩემი მეგობარი ჯეიმსი სრულიად შეყვარებულია ქართული ყურძნის ჯიშებში და ჩვენს გადმოგდო ეს გატაცება. ჩვენ მეღვინეთა ჯგუფი ვართ. ვაკეთებთ ღვინოს მინიმალური ჩარევით და მოგწონს განსხვავებული ყურძნის ჯიშები. ჯიშები, რომელთაც დიდი ისტორია აქვთ. შეხედე ამ ობობას. Foi. Goodbye, Spider. და აქ შიგნით ყურძნის რამდენიმე მარცვალი ჩავაგდე.
საფერავი გუშინ რომ მოკრიფეთ. 2 მტევანი ჩავყარე. ასე რომ რისლინგი იტალიკოს დუღილში მიიღებენ მონაწილეობას. ეს ღვინო ჭაჭასთან ერთად დავაყენე. ასე რომ იგრძნობ ქართულ ღვინოსთან მსგავსებას. გაგიმარჯოს. ქართულად როგორ არის? გაუმარჯოს! Uma surpresa. Um superávit da hoje para nos experimentar. Mr. Squats fully champion. ერთმანეთს ვეუბნებოდეთ. ასე აივსეთ ჩამით.